ავსტრალია ახლა ბევრად უფრო მშვიდია ვიდრე ადრე იყო და მე აქ არ გულისხმობ დინოზავრებს, არამედ გიგანტურ ხვლიკებს და ხმელეთის ნიანგებს. გასაოცარია, მაგრამ ძალიან შორს დაბრუნებაც კი არ არის საჭირო, რათა მივახციოთ პრეისტორიულ კოშმარს, რომელმაც ქაოსის პიკს დაახლოებით 50,000 წლის წინ მიაღწია. ზუსტად მაშინ, როცა ადამიანები გამოჩნდნენ. იმ დროზე ადრე ავსტრალიას ძუძუმწოვრები კი არა, ურჩხული ხვლიკები აკონტროლებდნენ და ადამიანებს ბევრი დრო არ დასჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ რაღაც ძალიან არასწორი იყო. მიწაზე ფეხის დადმისთანავე თვალს მოხვდებოდა საშინელი მონსტრების მთელი რიგი. ერთი მათგანი იყო ნამდვილი ხმელეთის ნიანგი. არა ნიანგის მიმბაძველი, არამედ ჭეშმარიტი ქვეწარმავალი, რომელიც ადვილად დარბოდა ხმელეთზე. ეს მონსტრი, რომელიც ქუინკანად არის ცნობილი, პლიოცენის პერიოდში ავსტრალიის უმაღლესი მტაცებელი იყო. მას ბევრ მსგავსება ჰქონდა თანამედროვე ნიანგებთან და თავდაპირველადაც ნამდვილ ნიანგად მიიჩნეოდა. თუმცა თავის ქალის უჩვეულო სტრუქტურის გამო ის მიეკუთვნა გადაშენებულ ჯგუფს, მეკოსუკუს. უცნაური თავის ქალის გარდა, პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მას ნიანგისთვის უჩვეულოდ გრძელი ფეხები ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა ადვილად გადაელახა ბარიერები და შესაძლოა ერბინა კიდეც. სწორედ ამან განაპირობა მისი ხმელეთის მტაცებლად კლასიფიცირება. დამატებით მასალად კი გამოდგა მისი ჩლიქის მსგავსი თითები და ბრტყელი კუდი, რომლებიც საერთოდ არ იყო ადაპტირებული ცურვისთვის. სამწუხაროდ ხმელეთის ყველა მცხოვრებისთვის ქუინკანა სულაც არ იყო პატარა ცხოველი. მისი ჩვეულებრივი ზომა დაახლოებით 3 მეტრი იყო, ხოლო წონა 200 კილოგრამი, რაც მას საშუალო ზომის ამერიკულ ნიანგთან ატოლებს. და ეს არაფერია, არსებობდნენ ბევრად უფრო დიდი ინდივიდებიც. ერთ-ერთი მათგანი 6 მეტრს აღწევდა. ამ ნიანგის თავდასხმა კი ნამდვილ კოშმარს წარმოადგენდა. მისი კბილები, რომლებიც ძიფოდონტუ კბილებადაა ცნობილი, თეროპოდ დინოზავრებში გვხვდება. ასეთი მკვეთრი და მძლავრი კბილებით ქუინკანას შეეძლო ბევრად უფრო დიდი ქმნილებების დამორჩილებაც კი. თითოეულ კბილი ნაწილებად გლეჯდა ხორცსა და ძვლებს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ წყალში გადასვლითაც ვერ შეძლებდით მისგან დაღწევას. ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დროს უმეტესად ხმელეთზე ატარებდა, ის საკმაოდ კარგი მოცურავე იყო. უძველეს ავსტრალიაში ყველაზე დიდი კოშმარი ალბათ უნამბი იქნებოდა. სახელწოდება თითქოს არაფერს საშინელს არ მიანიშნებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ეხება ახლა უკვე გადაშენებულ გიგანტურ გველს, რომელიც ქუინკანასთან და მეგალანიასთან ერთად დაცუცავდა იმ მიწებზე. ეს გველი სრულიად განსხვავდებოდა თანამედროვე გველებისგან, რადგან იგი მიეკუთვნებოდა გადაშენებულ ოჯახს, მაცოიდებს. ამ ოჯახის გველები გამოირჩეოდნენ საკმაოდ უხეში, პრიმიტიული ხბითა და უზარმაზარი ზომებით. ხოლო უნამბი ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად ითვლებოდა. მართალია სიგრძეში არ ასწრებდა დღევანდელ ყველაზე გრძელ ცოცხალ გველებს, თუმცა ძალიან უახლოვდებოდა მათ. ზოგი ნიმუში 6 მეტრს აღწევდა. საბედნიეროდ ჩვენთვის უნამბი ავსტრალიურ ტრადიციას, შხამის ქონას არ არღვევდა. თუმცა მისი ზომა მაინც განსაკუთრებულად საშიშ მტაცებლად აქცევდა. დიდი ალბათობით ის ნადირობდა თანამედროვე გველების მსგავსად. ჩასაფრებული ელოდებოდა წყლის სიახლოვეს, რათა უყურადღებო მსხვერპლს თავს დამთვდარიყო. თავდასხმის შემდეგ კი ანაკონდას მსგავსად უჭერდა მსხვერპლს იმდენად ძლიერად, რომ სისხლი ტვინსა და გულამდე ვეღარ აღწევდა, რის შედეგადაც ცხოველი უგონოდ ვარდებოდა. თუმცა შემდეგ რაც ხდებოდა, სრულიად განსხვავებული იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნამბის თავი შედარებით მკვრივი და მცირე ზომის ჰქონდა, რაც მას მთელი მსხვერპლის გადაყლაპის საშუალებას არ აძლევდა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მსხვერპლისთვის კარგი იყოს, მაგრამ სინამდვილეში გველს კიდევ უფრო საშიშად აჩენდა. ამ ნაკლის გამოსასწორებლად ის უბრალოდ ნაწილებად გლეჯდა მსხვერპლს თავისი მახვილი კბილებითა და ძლიერი სხეულით. ასევე არსებობდა ხმელეთზე მოძრომიალე, ყველაზე დიდი ცნობილი ხვლიკიც მეგალანია. თუმცა შესაძლოა არ იცოდე, რომ დღეს მას მეგალანიად აღარ მოიხსენიებენ. მისი ოფიციალური სახელწოდება არის ვარანუს პრისკუს, რაც მიუთითებს, რომ ის სინამდვილეში ხვლიკის უზარმაზარი სახეობა იყო. ამ სახელწოდების ცვლილების მიუხედავად, მეგალანია კვლავ ფართოდ გამოიყენება, რადგან სიტყვა სიტყვით დიდ ხვლიკს ნიშნავს და სრულყოფილად აღწერს მის გიგანტურ ზომებს. პალეონტოლოგები ზუსტი ზომების განსაზღვრაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ყველა გამოთვლა მიუთითებს, რომ იგი მინიმუმ 3,5 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 158 კილოგრამი იყო. ზოგი კვლევის მიხედვით, თავის პიკზე მეგალანია შესაძლოა 7,9 მეტრამდე გაზრდილიყო. ეს შეფასება ფრაგმენტული ნაშთების რეკონსტრუქციაზეა დაფუძნებული, რომლებიც თანამედროვე ხვლიკებთან შეადარეს. თუმცა რეალისტური მიგნებები მიუთითებს, რომ ყველაზე დიდი მეგალანიები დაახლოებით 575 კილოგრამს იწონიდნენ. მაგრამ საქმე მხოლოდ ზომაში არ იყო. მეგალანიას, ისევე როგორც თანამედროვე ხვლიკებს, ჰქონდა ბასრი, დაგრეხილი კბილები,
რომლებიც შესანიშნავად ეჭიდებოდა მსხვერპლს. იგი ასევე იყენებდა თავის ძალზე ძლიერ ფეხებსა და მკვეთარ ბრჭყალებს მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად. მისი ავსტრალიური წარმომავლობის გათვალისწინებით მეგალანია დიდი ალბათობით შხამიანიც იყო. ყველა თანამედროვე მონიტორი ხვლი კი შხამიანია. მათი შხამი მოქმედებს როგორც ანტიკოაგულანტი, ანუ ხელს უშლის სისხლის შედედებას, რაც ხანგრძლივად იწვევს სისხლის დაკარგვას ჭრილობიდან, შოკს და ინფექციებს. ესეთ საზარელ რეპტილიებს შორის როგორ გადარჩა რომელიმე ძუძუნწოვარი? პასუხი მარტივია. იმ დროის ძუძუნწოვრებიც იმდენადვე ველურები იყვნენ. საუკეთესო მაგალითი ტილაკოლეო. ეს არსება კარგად არის ცნობილი თავისი უზარმაზარი ზომით. ზრდასრულები იყვნენ ავსტრალიის ტერიტორიაზე, ოდესმე მცხოვრები ყველაზე დიდი ძუძუნწოვარი მტაცებლები. საშუალოდ მათი ზომა ევროპული ველური ტახის ტოფასი იყო. თუმცა ყველაზე დიდ ტილაკოლეოებს სრულად განვითარებული მდედრ ლომებისა და ვეფხვების ზომამდე აღწევდნენ. თუმცა ეს კატასებრთა ოჯახის წარმომადგენელი არ იყო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ტილაკოლეო იყო მარსუპალი, ახლო ნათესაური კავშირით კოალასთან. მიჩნეულია, რომ მისი ტვინი პატარა იყო მსგავსად კოალის ტვინისა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უდიდეს უპირატესობას წარმოადგენდა. პატარა ტვინი საშუალებას იძლეოდა მისი კუნთები და ძვლები ბევრად სქელი და ძლიერი ყოფილიყო, რაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკბენს უზრუნველყოფდა ყველა ცნობილ ცხოველს შორის. მიჩნეულია, რომ საშუალო ზომის ტილაკოლეოს შეეძლო ეგბინა იმავე ძალით, რა ძალითაც კბენს ლომი, რომელიც მასზე 2.5 ჯერ დიდია. პალეონტოლოგების აზრით, ამ ძუძუმწოვარს შეეძლო დაემარცხებინა საკუთარი წონის 15 ჯერ უფრო დიდი ცხოველიც კი, თანაც სრულიად უჩვეულო მეთოდით. მისი კბილების გამო ტილაკოლეოს ჰქონდა უზარმაზარი საჭრელები, რომლებიც დაგზელებულ ეშვებს ჰგავდა. ეს ეშვები ძლიერ კუნთებთან ერთად იდეალურად ერგებოდა მოკლისთვის. პრეისტორიული ავსტრალიური ფრინველები საოცრად გიგანტური იყვნენ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია გენიორნისი, უძველესი ფრინველი, რომელიც გარეგნულად ტერორის ფრინველებს ჰგავდა. თუმცა სრულიად განსხვავებულ ოჯახს, დრომორნიტიდებს, იგივე თუნდერბერდებს ეკუთვნოდა. მიუხედავად მათი საშიში იერისა, ამ ოჯახის წარმომადგენლები, მათ შორის გენიორნისი, სავარაუდოდ მცენარეჭამიები იყვნენ. მრავალი სხვა პრეისტორიული ავსტრალიური სახეობის მსგავსად, თავისი მასიურობით იცავდა თავს. ეს ფრინველი ადამიანების უმეტესობაზე მაღალი იზრდებოდა, საშუალოდ დაახლოებით 2 მეტრი. მისი ძლიერი სქელი ძვლები განსაკუთრებულ სიმტკიცესა და მასას ანიჭებდა, რის წყალობითაც მისი წონა მე-4 ტონამდე აღწევდა. თუ მისი კოლოსალური ზომა მტაცებელს ვერ დააფრთხობდა, გენიორნისი ყოველთვის შეძლებდა თავისი მძიმე, ძლიერი ნისკარტით ან ბასრი ბრჭყალებით გაეგდო ახლოს მისული მტერი. ავსტრალია რამდენიმე შემზარავი მტაცებლის სამშობლო იყო, რაც მის ტერიტორიაზე პირველად ჩამოსულ ადრეულ ადამიანებს უკიდურესად სახიფათო გარემოს უქმნიდა. თუმცა ბალახებზე მცხოვრებთა შორისაც კი სიმშვიდე შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა. მცენარეჭამი ცხოველებიც ძალზე საშიშებად განვითარდნენ. ამის კარგი მაგალითია დიპროტოდონი, გადაშენებული მარსუპიალი, რომის უახლოესი თანამედროვე ნათესავი ვომბატი. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდნენ, დიპროტოდონი სულაც არ იყო პატარა. მისი წონა 3.85 ტონას აღწევდა, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ზრდასრული აზიური სპილო იწონით. მისი უზარმაზარი ზომა გამორჩეულ სიმტკიცეს უზრუნველყოფდა, ხოლო მისი ნადირობა მეტად სახიფათო საქმე იქნებოდა, განსაკუთრებით მისი საოცრად მახული კბილების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მცენარეულ საკვებზე იკვებებოდა, დიპროტოდონს ჰქონდა ძალზე ძლიერი ნაკბენი, რომელიც უკანა კბილებთან 11,000 ნიუტონის ძალას ქმნიდა. ეს ნაკბენი საკმარისი იყო იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანის ბარძაყის ძვალიც დაემსხვრია.